ტაიმში თბილისელებმა ძალღორი არ უნდა დაიშურონ იმისათვის, რომ თამაში გაათანაბრონ და შემდეგ მეტ წარმატებაზე იზრუნონ. დიახ, ზაურ სვანაძის ნაცვლად, აი ზაურ სვანაძე თბილისელთა გუნდის კაპიტანი იყო დღევანდელ მატჩში. დატოვა მოედან და მის ნაცვლად შემოვიდა თემურ კეცბაია. მაშინ თბილისელთა შეტევა მარცხენა მციდან ჯიშკარიანი მოაწვის, აუც იქვეა წავა, გადააწოდა კარგად თამაში თბილისელებმა ეპიზოდში ჯიშკარიანი და ხეშად თამაშობს ბაგნეტი წააქცია გია ჯიშკარიანი მარცხენა მციდან ჯერმას დაარტყამენ თბილისელი ფეხბურთელები. ცხადაძე მიიწევს საჯარო მოედნისკენ და მისი ადგილი დაცვის ცენტრში დაიკავა ახლა გოჩაჩიკოვანმა. ფეხბურთელმა, რომელიც საკმაოდ დიდი შესვენების შემდეგ კვლავ თბილისელთა შემადგენლობაშია. მოედანზე გამოვიდა მაყურებელი. რა თქმა უნდა, ასე დაძაბულ თამაშს ახლავს ემოციები, ფეხბურთი ემოციური თამაშია. მაგრამ მოედანზე საქმე მხოლოდ ფეხბურთელებს ეხებათ და ისინი გაარკვევენ ურთიერთობას. ერთმანეთთან თამაში უნდა გაგრძელდეს. არავითარი თბილისელები ურტყამენ ჯარიმას მარცხენა ფრთიდან, ისინი მთელი გუნდით არიან მეტოქის ნახევარზე და ასევე სრული შემადგენლობით იცავს საკუთარ კარს დნეპრი. ჯიშკარიანი მოაწვის ჯარიმას, უკან გადავაწოდა ბუთი ჩიკოვანი ძლიერი დარტყმა არა, სურვილი იყო დარტყმისა, მაგრამ დროზე დააფარეს იქ მცველებმა, ნახევარმცველმა უпроსორეთ და ახლა დნეპრი იწყებს კონტრიერიშს, იწყებდა კონტრშეტევას შახოვი, მაგრამ მასთან ორთაბ ბრძოლაში თამაშის წესი დაარღვიეს დინამოელებმა, სახელდობი გოგიჩაიშვილმა. იაკახაბუჯეშმა და ჯარიმას უკვე მოედნის ცენტრიდან. მარჯვენა ფრთიდან დაარტყამენ დნეპრის ფეხბურთელები. საოცრად დაძაბული მატჩია, რა თქმა უნდა, თბილისის დინამოს 80 წლის შემდეგ არ ქონია ფინალში თამაშის პატივი თუ შეიძლება ასე ვთქვათ. 1980 წელს გასულ თბილისის დინამო ფინალში შეხვდა დონეცკის შახტიორს დამარცხდა, მაგრამ მომდევნო წელს 91 წელს თბილისელებმა მოიპოვეს ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი. ახლა დაარტყა საკმაოდ რთული სიტუაციიდან მოცე ჩერედნიკმა, მაგრამ მეკარე ხაპოვი ხედავდა დარტყმის მომენტს და აიღო ეს ბურთი. ნეპროპეტროვსკელთან ნახევარი მოიგერია ბურთი ტანმაღალმა სიდელნიკოვმა. საერთოდ ტანმაღალი მცველები არიან ვიშნევსკი, სიდელნიკოვიც, ოდნავ უკან საჯარო მოედანზე ხშირად იწევს ტიშენკო, ტანმაღალმა ტიშენკომ. გახსნა ანგარიში დღევანდელ მატჩში იგი თავით კარგად თამაშობს. საავასთან ბრძოლაში ახლა თამაშის წესი დაარღვია ვადიმ ტიშენკომ, თბილისელები დაარტყამენ ჯარიმას, უკან თეთრაძეა. ძალიან დიდი ყურადღებით თამაშობენ და ზუსტად თამაშობენ ნეპროპეტროვსკელები საკუთარი კარის დაცვისას. გადააწოდეს ბურთი კაჭარავას, გამოვიდა კარიდან კრაკოვსკი, კაჭარავა ვერც მისვდა ბურთს და სერგეი კრაკოვსკი თამაშობს ძალიან დინჯად. მიმდინარეობს მეორე ტაიმის მე-9 წუთი 1-0 დნეპრის სასარგებლოდ. მატჩი ნახევარფინალური შეხვედრა საკავშირო თასის 52 გათამაშებისა. თბილისის დინამო მასპინძლობს დნეპრს, ჯერჯერობით თბილისელები აგებენ თამაშს. ახლა დნეპრის შეტევაზე სვანმა გადააწოდა ბურთი ჩერედნიკს გასაადვილო საჯარო მოედანზე, მოიგერია ბურთი ცვეიბამ, შემდეგ ტიშენკო აწვის შახოვს, კარგად თამაშობს თეთრაძეს, სწრაფად მიიწევს წინ 4-5 თბილისელი ახლა შეტევაზე. თეთრაძე მიიწევს წინ. გადააწოდეს ალბათ კაჭარავას, თვითონ მიიწევს ჯერჯერობით წავა მარჯვნივ, შედის საჯარო მოედანზე, არა საჯარო მოედნის წინა ხაზთან. თამაშის წესი დაარღვიეს დნეპრის ფეხბურთელებმა, მანძილი დაახლოებით 24-25 მეტრი ეგარისაგან მარცხენა ძელის გასწვრივ დადებენ ბურთს ახლა თბილისელები და დაარტყამენ ჯარიმას. ეს ხდება მეორე ტაიმის მე-10 წუთზე. 20 ანგარიშია 1-0 მინიმალური ანგარიშით. შეხვედრას იგებს დნეპრი და დინამოელები დაარტყამენ ახლა ჯარიმას. ჭედია ბურთთან ჯიშკარიანი და წავა. ნახოთ როგორ გაათამაშებენ ან დაარტყამენ ბურთს ახლა თბილისელები. საკმაოდ სახიფათო საჯარიმოა. მთელი გუნდით ხაპოვის გარდა ყველა ფეხბურთელი მოედნის ჩვენგან მოედნის მარჯვენა ნახევარზეა, მხოლოდ ცვეიბა არის მოედნის ცენტრში, დანარჩენები კი ნეპროპეტროვსკელთა საჯარო მოედანზე და მის წინა ხაზთან არიან განლაგებულები. ჭედია გადააწოდეს ბურთს ან ჯიშკარიანს, ან წაავას. თქოს დაცულია 9 მეტრის მანძილი ბურთსა და კედელს შორის, მაგრამ თბილისელები მოითხოვენ, რომ ოდნავ უკან დასციოს საჯმა იუსტინას მილეუსკასმა ნეპროპეტროვსკელი ფეხბურთელები. 5 არიან ისინი ცოცხალ კედელში, ჩამდგარი 6 მიემატა ერთი ფეხბურთელი ტიშენკო და ახლა თბილისელები ურტყამენ ჯარიმას. ჭედია იქვეა წავა, გადაწოდეს წავას ბურთი, წავა გასთა მეტოქეს ალბათ უნდა დაერტყა ბურთი, გადაწოდა შემდეგ ქეცბაიას, მაგრამ ეს უკანასკნელი თამაშგარეთ იმყოფებოდა თემურ ქეცბაია. ოდნავ დააგვიანეს დარტყმა ახლა თბილისელებმა და თავისუფალი დარტყმა ნეპროპეტროვსკელთა საჯარო მოედნიდან. აი ნახოთ ეს მომენტი განმეორებით.
ერთხმად გაიგდო ბურთი უფრო მარცხნივ, შემდეგ გადააწოდა კეცბაიას და ამ შემთხვევაში კამათი მსაჯთან ძალიან ძნელია. 1-0 დნეპრის სასარგებლოდ და დნეპროპეტროვსკელები არ ჩქარობენ ბურთის წინ დარტყმას. სერგეი კრაკოვსკი დნეპრომ მე-16 ფინალში, საკავშირო თასის გათამაშების მე-16 ფინალში დაამარცხა იაროსლავლის შინიკი 5-0 და 2-0, შემდეგ ძლია ლენინგრადის ზენიტს 1-0 და მეორე თამაში დამთავრდა ფრედ 1-1, ხოლო რაც შეეხება ნახევარფინალს, დაამარცხა მინსკის დინამო მინიმალური ანგარიშით 1-0. ორივე გუნდმა ნახევარფინალამდე ისე ჩაატარა ყველა მატჩი, რომ არ დამარცხებულა, თბილისელებმა ორი თამაში დაამთავრეს ფრედ, დნეპრმა კი ერთი. მაშასე დნეპრი თბილისის დინამო ერთმანეთს ხვდებიან საკავშირო თასის გათამაშების ნახევარფინალში 1-0 მეორე ტაიმის მე-12 წუთი დნეპრი მინიმალური ანგარიშით იგებს შეხვედრას, თბილისელები უტევენ, მაგრამ ჯერჯერობით ზუსტად იცავენ სტუმრები, უკრაინელი ფეხბურთელები საკუთარ კარს, ახლა კი კონტრშეტევაზე არიან ისინი მარცხენა ფრთიდან. იუდინი და ცვეიბა დაასრო ცვეიბამ იუდინს და ბურთი მოიგერია გვერდით ხასიათით, აუც მოაწვდიან დნეპრის ფეხბურთელები. ანდრეი იუდინი, იქვეა ედუარდ სონი, წინ ბაგმუტი და ერთმანეთს უტოვებენ და თქო და თითოეულ წამს მნიშვნელობა აქვს როგორც დროის გაყვანის მიზნით, ასევე თამაშის ტემპის შეცვლის მიზნითაც. ეხლა სონი ცდილობდა დაერტყა ბურთი კარის გასვლით, ვერ მოახერხა ძლიერად ბურთის დარტყმა და ეხლა ცვეიბამ გადააწოდა წინ, მაგრამ არაზუსტად. იუდინი საჯარო მოედანზე აწვის ბურთს, დავით თამაშობენ თბილისელები და არღვევს თამაშის წესი ალექსეი ჩერედნიკი. აპატიეთეს ნიკოლაი კუდრიცკია, ცხადაძემ გადააწოდა ბურთი ჯიშკარიანი მარცხენა ფრთაზე, იგი მიიწევს წინ, გადავიდა მეტოქის ნახევარზე, აგზავნა ბურთი კეცბაიას და კეცბაიამ კარგად ითამაშა მეტოქეს. ხუთი თბილისელია საჯარო მოედნის წინა ხაზთან და მეორე მოწინააღმდეგის ეს გახდათ ივან ვიშნევსკი, თვარცები ვიშნევსკის მოტყუება ვერ შეძლო და კუთხურს მოაწვდიან თბილისელები, კუთხურს აწვდიან მარცხენა ფრთიდან თემურ კეცბაია ჩააწვის ბურთს, ხალმაღალი ცხადაძე ჩავიდა. ცხადაძე კარგად თამაშობს, თავი თქვენთვის კარგად არის ცნობილი, ჩააწოდა ბურთი, მოიგერია კრაკოვსკიმ. ჭედია უტოვებს თეთრაძე ურტყამს ძლიერად, მოიგერია ტიშჩენკომ. ისევ თბილისელები ბურთით და ამჯერად დნეპროპეტროვსკელები იგერიებენ ბურთს მარცხნივ, მაგრამ გოგიჩაიშვილი ფლობდა ბურთს, ფეხებს შორის გატარება მოინდომა, მაგრამ ვერ მოახერხა, კარგად ითამაშა იუდინმა და აუტი სადგის გოგიჩაიშვილი არ დაუტოვა ბურთი თეთრაძე და ყველა თბილისელ ფეხბურთელთან ახლოს არიან განლაგებული სტუმრები, დნეპრის მოთამაშეები, გადააწყვეტეს ბურთი ცაავა და ორი დნეპროპეტროვსკელი ფეხბურთელი უკანასკნელ ბურთს შეეხო, ასე აღნიშნავს არბიტრი გვერდითი მსაჯი და მას არ ეთანხმება ლიტველი არბიტრი იუსტინას მილაუსკასი და აუც მოაწვდიან თბილისის დინამოს ფეხბურთელები. ომარ თეთრაძე არა დაუტოვეს ბურთს ჭედიას, ყველა ფეხბურთელი ახლა მეტოქის ნახევარზეა, პაპოვის და ცვეიბას გარდა მოაწვევს ბურთს საჯარო მოედანზე, თავით ითამაშა ტიშჩენკომ და კუთხურს თბილისის დინამო ჩააწვის. მიმდინარეობს მეორე ტაიმის მე-15 წუთი, 1-0 დნეპრის სასარგებლოდ კუთხურს ჩააწვის კახა გოგიჩაიშვილი. მთელი გუნდით იცავს თავს დნეპრი, ჩააწვეს ბურთი, კრაკოვსკი გამოვიდა კარიდან, ამჯერად ძალიან ზუსტად ითამაშა სერგეი კრაკოვსკიმ. ეს მეკარე საერთოდ კარგად თამაშობს, ზუსტად თამაშობს კარიდან გამოსვლის დროს და ამ შემთხვევაშიც მეკარემ ითამაშა ძალიან ზუსტად. დაამშვიდა პარტნიორები, ბურთი გადააწოდა მარჯვნივ, შემდეგ მარცხენა ფრთაზე გადამოიტანეს თამაში, იუდინმა გაგზავნა ბურთი წინ შახოთან, შახოვი, იქვეა ბაგმუტი, შახოვი და ჩიქოვანი. ბრძოლა ბურთისათვის, შახომა ჩააწოდა ბურთს საჯარო მოედანზე, საკითხო მდგომარეობა სონმა დაუგდო ბურთი კუდრიცკის, მაგრამ კარგად ითამაშა ამ ეპიზოდში თემურ კეცბაიამ. ცაავა აწვის ბურთს ჭედია, შემდეგ მარცხნივ ჯიშკარიანად მოაწვა სიდენიკოვი, მიიწევს წინ ბაჭარავა და კიდევ სამი ფეხბურთელი თბილისელთა გუნდის საყარია ცენტრში ჯიშკარიანი ამჯერად რა თქმა უნდა ყვითელ ბარათს უნდა უჩვენებს არბიტრი. დიახ, ყვითელი ბარათი ალექსეი ჩერნიკს, რომელმაც უხეშად ითამაშა ამ ეპიზოდში და წააქცია გია ჯიშკარიანი, რომელიც აშკარად საფეხბურთოდ გადიოდა. მეორე ჯარიმა ისევ იმ ადგილიდან, თუ გახსოვთ რამდენიმე წუთის წინ ჯარიმა დაარტყეს თბილისელებმა ზუსტად ამ ადგილიდან, მარცხენა ფრთაზე დაჯარიმდნენ დნეპრის ფეხბურთელები. თბილისელები გამუდმებით უტევენ მეორე ტაიმში. რა თქმა უნდა ამ დროს არ უნდა მოადუნონ ყურადღება საკუთარ კარის დაცვისა. ჩააწვეს ბურთი, მოიგერია ტანმაღალმა სიდელნიკოვმა და მარჯვენა ფრთაზე ვერ მიუსწრო ბურთს ახლა დნეპრის ფეხბურთელმა და აუც მოაწვდიან დინამოელები. გადააწვეს კეცბაიას.
კეცბაია და 2 ნეპროპეტროვსკელი. კარგად თამაშობს თემურ კეცბაია, იგი მარცხენა თავდამსხმელის ადგილზეა, მას წამოაშორა უკან ჭიშკარიანი, მაგრამ ისევ წააქციეს თბილისელი ფეხბურთელი. ამჯერად თამაშის წესი დაარღვია ედვარდსონმა და მარცხენა ფრთიდან ჯარიმას დაარტყამს გრიგოლ წაავა. 4 ფეხბურთელია საჯარიმო მოედანზე. ჩააწოდეს ბურთი, გამოვიდა გარდან კრაკოვსკის საკუთარ არის ხაზიდან გამოიტანეს ბურთი ნეპროპეტროვსკელებმა. ჭედია ურტყამდა კარში და კარგად ითამაშა epizodში ნებრის მცველმა. ახლა კი სონი უახლოვდება საჯარიმო მოედანს, გადააწყვეტა ტიშენკო საკებათო მდგომარეობა საჯარიმო მოედანზე. 4 ნეპროპეტროვსკელი ფეხბურთელია მოიგერიეს თბილისელებმა, კარგად ითამაშა ისევ ჭედია და თბილისელები მარცხენა ფრთიდან იწყებენ შეტევას. ჭედია გადადის მოწინააღმდეგის ნახევარზე. 5 თბილისელი 4 ნეპროპეტროვსკელის წინააღმდეგ თამაშგარეთ იმყოფებოდა. ახლა წავა, მას გადააწოდეს ბურთი და გვერდითმა არბიტრმა აღნიშნა, რომ თბილისელებმა თამაშის წესი დაარღვიეს. მეორე ტაიმის მე-17 წუთი 1-0 დნეპრის სასარგებლო და თბილისელები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ თამაშში გარდატეხა შეიტანონ. სრულია მათი უპირატესობა, განსაკუთრებით ბოლო 7-8 წუთის განმავლობაში ისინი გამუდმებით უტევენ და დნეპრი ისევ ცდილობს ნახეთ თამაშის ტემპის შენელებას. კრაკოვსკი ბურთით და ნეპროპეტროვსკელთან ეკარა ძლიერად ურტყამს თბილისელთა ნახევარზე. ცხადაძეს დაასრულა ახლა სონმა, ბურთი ჯიშკარიანმა ბურთი მოიგერია გვერდით ხასიკით და თამაშს განაახლებენ ნეპროპეტროვსკის დნეპრის ფეხბურთელები. გაგზავნის ბაგმუტი, შემდეგ ჩერედნიკმა დაარტყა ბურთი საჯარიმო მოედნისკენ. ბურთით თბილისელები არიან, ჯიშკარიანმა გადააწოდა კეცბაიას გამოსვლის შემდეგ მოედანზე თამაში უფრო გამწვავდა, თბილისელთა თამაში უფრო გამწვავდა. ჭედია ძლიერად ურტყამს წინ თეთრადის მისამართს, მაგრამ ეს გადაცემა ძალიან ძლიერია და ვიშნევსკიმ დინჯად ითამაშა. ბურთი დაუბრუნა მეკარე კრაკოვსკის. რამდენიმე წუთის წინ როცა საკებათო მომენტი, საგოლე მომენტი შეიქმნა ჭედიას დარტყმის შემდეგ ნეპროპეტროვსკელთან კართან, ზუსტად ითამაშა გუნდის ცენტრალურმა მცველმა ივან ვიშნევსკიმ. ჩიქოვონმა მოიგერია ბურთი ახლა. თამაშობს თეთრაძე გადაიტანა თამაში მარცხენა ფრთაზე. იქ წაავა, შემდეგ კეცბაია, 4 თბილისელი მეტოქის ნახევარზე. დახმარება ჭირდება რა თქმა უნდა თბილისელთა შეტევის მას. კეცბაია აწვის წაავა მარცხენა ფრთაზე, გადმოინაცვლა ცენტრისაგან, გადააწყვეტა შემდეგ ბურთი გოგიჩაიშვილმა შესძლო ერთი მცველის მოტყუება, შემდეგ ბაგმუტი ეთამაშება მას და ბაგმუტმა ითამაშა ზუსტად ამ ეპიზოდში, გადააწოდა ბურთი შემდეგ კუდრიცკი მოიგერია ბურთი ჩიქოვანმა, არაზუსტად თამაშობს ბაგმუტი, თუმცა მისი შეცდომა გამოასწორა სოროკალეტმა, გამოცდილმა ფეხბურთელმა ნეპროპეტროვსკელთა გუნდისა და მოიგერია ძლიერი დარტყმით ბურთი გვერდით ხასიკით. აუტი მოაწოდეს თბილისელებმა, გაგზავნის ბურთი მეკარისთან და ზაურ ხაპოვი დაარტყამს ალბათ წინ მიმდინარეობს მეორე ტაიმის მე-19 წუთი 1-0 დნეპრის სასარგებლოდ. შეცდა ახლა ტიშენკო, თამაში გრძელდება, თბილისელები ბურთით გაჭერავა მდგომარეობა, წავას დაასრულა ცილენიკოვმა, მან მოიგერია ბურთი. ბრძოლა ბურთისათვის თავით თამაშობს კეცბაია, შემდეგ კუდრიცკი, გადააწოდეს ბურთი, ცხადაძე დაჯერიმდა ედვარდსონთან ორთაბრძოლაში დაეყნა ხელით მეტოქეს და ნეპროპეტროვსკელები რა თქმა უნდა არ იჩქარებენ ამ ბურთის გათამაშებას, რადგან დროთ მათი მოკავშირეა. 1-0 იგებს დნეპრი. ერთი მატჩი წყვეტს შემდგომ ეტაპზე გასვლის ბედს. ჯიშკარიანი უბრუნებს ბურთს ცვეიბა და მეკარე ხაპოვი სწრაფად გადიან თბილისელები გადიან ცენტრალურ ხაზთან. ურტყამს ხაპოვი ძლიერად გაჭერავა კეცბაია საჯარიმო მოედანზე, მას თამაშობს ტიშენკოს გასთან, შედის საჯარიმო მოედანზე, დარტყმა კარის გასვლის, დაარტყმა ბურთი კიდეც. სოროკალეტი ვერ მისდევს, ვერ შეაჩერებებს გოგიჩაიშვილი ახლა მარჯვენა ფრთაზეა, იგი ცდილობს მარჯვნიდან ჩააწოდოს ბურთს საჯარიმო მოედანზე, ჩააწოდა საკებათო მდგომარეობა. გაფუჭება შეიძლება დღევანდელ მატჩში. თეთრაძე მოაწვის ბურთს. მეტოქის მცველები უფრო და უფრო მეტ შეცდომას უშვებენ და სამწუხაროდ ამ შეცდომებს ვერ იყენებენ თბილისელი ფეხბურთელები. კეცბაია ბურთით, კეცბაიამ არაზუსტად ითამაშა, რა თქმა უნდა, ამ ბურთს მეკარე კრაკოვსკის მიუგორებმა გაატარა ვიშნევსკიმ და კრაკოვსკი დაეუფლა ბურთს. კრაკოვსკი არ ჩქარობს.
გასაგებია ნებრი იგებს შეხვედრას მინიმალური ანგარიშით 1-0 და თბილისის დინამო გამუდმებით უტევს. მოდის მარცხენა ნახევარი ცხადაძე მეთამაშა თავით იუდინს ეთამაშება გუგიჩაიშვილი. ბაგმუტი შესაბამისად უკან დააბრუნა და ცვლილება მოხდება დნეპროპეტროვსკელთა შემადგენლობაში. სოროკალეც შეცვლის იაროვენკო. ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ახლა კი შახოვი ადგის გულსაჯარო მოედანზე ბაგმუტია და ორი თბილისელი ჩვენი სახიფათო მდგომარეობა დარტყმა და 2-0 გახდა ანგარიში აბსოლუტურად ასეთ სიტუაციაში როცა არ უნდა დამუხრებოდა ხიფათი თბილისელთა კარს ნახოთ გამეორებით პოზიციური შეცდომა დაუშვეს თბილისელებმა და მარტო მყოფმა დნეპროპეტროვსკელმა იუდინმა ანგარიში 2-მდე გაზარდა. ეს მოხდა მეორე ტაიმის 22 წუთზე და ცვლილება მოხდება დნეპრის შემადგენლობაში. მოედანზე გამოვა იაროვენკო შეცვლის ალექსანდრე სოროკალეც. ბოლომდე უნდა იბრძოლონ თბილისელებმა. თამაში 90 წუთი გრძელდება და პირველი წუთიდან ბოლო წუთამდე არის საჭირო ბრძოლა. ჭიშკარიანი თქონდა ეს გოლი იმოქმედებს თბილისელებზე და მეტ დამაჯერებლობას მისცემს და დაამშვიდებს ნეპს, მაგრამ თბილისელებმა უნდა გამონახონ ძალები იმისა, რომ შეძლონ თამაშის გადარჩენა. ჩიქოვანი და დნეპროპეტროვსკელები. უდრიცკი. ნეპრი ახლა რა თქმა უნდა შვიდად იგრძნობს თავს, ორბირთიანი უპირატესობა. საგრძნობია თქმა უნდა, რომ შვიდად ითამაშოს. სიდელნიკოვმა აღზრდილი თბილისელთა საჯარო მოედანზე მეკარე ხაპოვი. გუგიჩაიშვილი უახლოეს შემადგენლობას გადაწყვეტა კეცბაიას ჩაწყვეტა საჯარო მოედანზე თამაშგარეთი ყოფება გაჭარავა. თამაშგარეთი ყოფება გაჭარავა. 12 ნომერი თამაშით საჯმა. თბილისელები ეკამათებიან არბიტრს, მაგრამ თამაში უნდა დაუყო მეტუდრო. რადგან საჯთან კამათს ჯერჯერობით არავითარი შედეგი არ გამოუღია. ნეპრის ფეხბურთელები საგულობი მეგარე კრაკოვსკი ფლობს მურts და უკანს ძინძლიერად მეტოქის ნახევარზე ჩიქოვანი თამაშობს თავით. ზავნია მურts მარცხნივ ეცბაია ჭიშკარიანი იბრძვის ბურთსათვის დაეუფლა ბურთს ჭიშკარიანმა იბრძოლა ბოლომდე გადააწყვეტა საავა შემდეგ გაჭარავა გუგიჩაიშვილი. რომელი ერთი მომენტი უნდა გაიხსენოს ადამიანმა და ოდესმე უნდა გამოიყენოს ეს მომენტი თბილისის დინამომ. ჩიქოვანმა ითამაშა თავი თამაშგარეთ ორი ფეხბურთელი მოდოვა თამაშგარი მდგომარეობაშია თამაშგარეთა 21 წუთი. მეორე ტაიმის დამთავრებამდე 21 წუთია. დარჩენილი 2-0 ნეპრი იგებს შეხვედრას თბილისში. ეცბაია შესწავლენ ნეპრის ფეხბურთელები. გუგიჩაიშვილი თეტრაძე კარგად თამაშა თეტრაძე ეპიზოდში. გუგიჩაიშვილი 3 დნეპროპეტროვსკელია მასთან ახლოს ბაგმუტმა მოიგერია მურთი გვერდით გასიკა.
ტიშენკო და იუდინო თქვენ ნახეთ ფეხბურთელებმა გაიტანეს ბურთები დღევანდელ მატჩში დარტყმა კარიდან ეს დაბოლოს ადგილი არ ქონია აღნიშნავს გაჯი კრაკოვსკი გაგზავნის ბურთს წინ არ უნდა მოდუნდა ნახეთ თბილისელები 20 წუთი საკმაოდ როა იმისათვის რომ თამაშის გადარჩენა შესაძლებელი იყოს. ამიტომ უნდა იბრძოლა გოლი და ჭედია ახლა გაჭარავას გაჭარავა მიიწევს წინ თადარიგში. არიან ბახოთედევი, ველაშვილი, აქციაური საჯარო მოედანზე თამაშობენ თბილისელები, ეცბაია და კუთხური. კუთხური მარცხენა ფრთიდან მოაწვიან ბურთს. თბილისის დინამოს ფეხბურთელები კეცბაია დელიგუნდით არიან დინამოელები მეტოქის ნახევარზე გაჭარავა დარტყმა მოიგერია შემდეგ სონმა დელიგუნდით იცავს საკუთარ ტარს დნეპრი და კუთხური ისევ კუთხური გაჭარავას თავური დარტყმის შემდეგ ბურთი მოხვდა ძელს გოგიჩაიშვილი არამაღალია წავა მოაწვის კუთხურს ჩააწოდა ბურთი გამოვიდა კარიდან კრაკოვსკი დაეუფლა ბურთს სერგეი კრაკოვსკი იშკარიანმა მოიგერია ბურთი ვერ დიდხანს იქით ფეხბურთელები შეტევაზე ვერ შეძლო შახომა ჭედიასა და ჩიგოვანის მოტყუება კეცბაია ბურთი კეცბაიას ჭედია ძლიერად უტყამს წინ წავა დაეუფლა ბურთს გაჭარავას უნდა გადაწყვეტოს გაჭარავას არაზუსტად დაასრეს ნებრის ფეხბურთელებმა თუმცა კეცბაია თამაშობს კარგად წელს მარცხენა ფრთაზე ჩააწოდა ბურთი კარგად გასწრე მოიგერიეს ნებრის ფეხბურთელებმა დაუბრუნეს შემდეგ ბურთი კრაკოვსკის ბრძოლა ბოლომდე უნდა გაგრძელდეს 17 წუთი მეორე ტაიმის დამთავრებამდე 2-0 დინაპრის სასარგებლოდ კრაკოვსკი ფლობს ბურთს და ურტყამს წინ ძლიერად თბილისელთა ნახევარზე სონი და ცხადაძე სონმა დაარღვია თამაშის წესი ხელიკრა ახი ცხადაძეს უცავსაჯი აჩერებს თამაშს და აჯარიმებს მოგონით თბილისელ ფეხბურთელს და ორი თბილისელი ფეხბურთელი თამაში გრძელდება წესს დარღვევას ადგილი არ ქონია ჯიშკარიანი და მატიშენკო ეთამაშება კარტოს გასცა ჯიშკარიანი ტიშენკოს და ჯარიმა აუტ და თანაც ნებრმა უნდა მოაწოდოს მოაწოდა ნებრმა უდრიცკი წააქცია ახლა ჯიშკარიანმა და ალბათ ყუთელ ბარათსაც დაიმსახურებს. ყუთელი ბარათი ჯიშკარიანს. ძალიან დაძაბული მატჩია. უდრიცკი რა თქმა უნდა ამდენიმე წამს გაატარებს ახლა მინდორზე. საჯარო მოედანზე იქვე შახოვი და ჩერედნიკი ჯარიმასკი დაარტყამს ბაგმუტი ჩააწოდა საჯარო მოედანზე დავით მოიგერია ცხადაძემ კარგად ითამაშა ახლა გოგიჩაიშვილი წინ გაჭარავა და წავას გადააწოდეს წინ ბურთი წინ არაზუსტად მოიგერიეს ნებრის ფეხბურთელებმა ცხადაძე დაეუფლა ბურთს გადააწოდა თეთრაძე და აუტი კიდევ ერთი ცვლილება ნებრის შემადგენლობაში უდრიცკი დაბრუნდა დიახ მოედანზე მაგრამ მას ცვლიან უდრიცკის ნაცვლად მოედანზე გამოვა ვლადიმერ ლუტი ეს ფეხბურთელიც კარგად არის თქვენთვის ცნობილი უდრიცკი დინჯად ტოვებს მოედანს
მეორე ტაიმის დამთავრებამდე 14 წუთია დარჩენილი, თუმცა საჯმა არ დაამატა დრო იმ პაუზებისათვის, რომლებიც იყო მატჩის მეორე ტაიმში. კუდრიცკის მაგერ მოედანზე გამოდის ვლადიმერ ლიუტი, ესეც ტანმაღალი ფეხბურთელი თავდამსხმელი. ვლადიმერ ლიუტი თეთრაძე მოაზრდის აუტს. დაწოდა გოგიჩაიშვილის ბურთი, გოგიჩაიშვილმა თავით დაუგებოდი ცენტრის აღარ პარტნიორს, მაგრამ იქ არავინ აღმოჩნდა და ბაგმუტმა გადააწოდა სონმა. ჩერედნიკთან გაგზავნა, ჩერედნიკმა არაზუსტად ითამაშა ამ ეპიზოდში. სადაძემ დაუბრუნდა მეკარე ხაპოვს. ხაპოვი ბურთით ნებროპეტროვსკელთან ნახევარი თავით თამაშობს კაჭაროვა, შემდეგ კეცბაია ებრძვის ბურთისათვის, კარგად ითამაშა ამ ეპიზოდში იაროვენკო დაეუფლა ცენტრიდან გადადის მეტოქის ნახევარზე, წააქცია ამ ეპიზოდში ნებროპეტროვსკელი ფეხბურთელი დინამოელებმა ჭედიამ და ჭედიასაც ალბათ ყვითელ ბარათს უჩვენებს ხელშეკრულებაში აპირებს და დააჯარიმა ახლა თემურ კეცბაია ამ ეპიზოდში. თბილისელმა ფეხბურთელმა დაარღვია თამაშის წესი. ტიშენკო გაგზავნა ბურთი უკან სიდელნიკოვის მისამართით, სიდელნიკოვმა კი დაუბრუნდა მეკარეს. მე-14 ნომრით თამაშობს მამუკა აფციაური. სიდელნიკოვი ისევ მეკარე კრაკოვსკი. ჭიშკარიანი კეცბაია ჭიშკარიანი მარცხნივ გადააწოდა ბურთი აწყვიდა ჩიკოვანს ნებროპეტროვსკელებმა ჩასწეს ეს გადაცემა და ახლა შახოვი ბურთით მარჯვენა ფრთაზე ჩააწოდა საჯარიმო მოედანზე, მოიგერია ბურთით ცვეიბამ ლიუტი სამი თბილისელი იუდინი და მას არ მისცეს გარშე დარტყმის საშუალება, გამოასწორეს თავიანთი შეცდომა ახლა თბილისელმა მცველებმა და ძლიერად ურტყამს ხაპოვი მეტოქის ნახევარზე. იქ სიდელნიკოვია, ტანმაღალი სიდელნიკოვი თამაშობს თავით, შემდეგ აფციაური დაუდგება ბურთი კეცბაიას, ისევ აფციაური კარგად გასცა, ახლა მეტოქეს გადაწოდა ბურთს საჯარიმო მოედანზე პორცაავას, მაგრამ მოიგერიეს ბურთის სტუმრებმა, დეპრის ფეხბურთელებმა. შემდეგ ძლიერად ურტყამს წინ ჩარბონი და ბურთით საკუთარ ნახევარზე ახრიკ ცვეიბაა. თეთრაძემ გადააწოდა ბურთი ჩიკოვანი და იქვეა ჭიშკარიანთან ახლოს იმყოფება ლიუტი. მთელი გუნდით არიან საკუთარ ნახევარზე ნებრის ფეხბურთელები, გადააწოდეს ბურთი ცავა მარცხენა ფრთაზე, მასთან ერთად ბრძოლაში იმარჯვა სიდელნიკოვმა და ბურთი კუთხურზე მოიგერია. კუთხური მარცხენა ფრთიდან უნდა ჩამოაწონონ თბილისელებმა. ძალიან დიდი ძალა და ენერგია შეალიეს დღევანდელ მატჩს თბილისელებმა, ძალიან დაძაბულ თამაშს და ისინი ჯერჯერობით მარცხდებიან 0-2 და თბილისელები შეტევას საფეხბურთო მდგომარეობა და ხელით ითამაშა დნეპრის მცველმა 11 მეტრიანი დნეპროპეტროვსკელთა კარში. პენალტი დნეპრის კარში. აი ნახეთ ის ეპიზოდი, ისთვისაც დაინიშნა 11 მეტრიანი. დაარტყამს გოგიჩაიშვილი და კრაკოვსკი. 11 მეტრიანი დნეპრი იგებს შეხვედრას ჯერჯერობით ანგარიშით 2-0 და გოგიჩაიშვილი ურტყამს 11 მეტრიანს. ძალიან ძნელი სათქმელია, რამდენია დარჩენილი დრო მატჩის დამთავრებამდე. დარტყმა და 2-1 არის დნეპრის კარში პირველი ბურთი. სამწუხაროდ მე ვერ გეტყვით რომელ წუთზე გავიდა ეს ბურთი. ყურადღება 11 მეტრიანი დარტყმით ბურთი დნეპრის კარში გაიტანა ახი გოგიჩაიშვილმა ნომერი 11. ეს არის ალბათ იშვიათი შემთხვევა ფეხბურთის ისტორიაში, როცა ძნელი სათქმელია თუ რომელ წუთზე გავიდა ბურთი. როგორც ჩანს უკანასკნელზე დანიშნა საჯმა პენალტი. დნეპროპეტროვსკის დნეპრის კარში მატჩი დამთავრდა სტუმართა გამარჯვებით ანგარიშით 2-1
1 ბურთები გაიტანეს ტიშჩენკომ, იუდინმა და თბილისელთაგან გოგიჩაიშვილმა 11 მეტრიანი დარტყმით. ამით დავამთავროთ რეპორტაჟი დინამოს სტადიონიდან. დნეპრი გავიდა ფინალში, იგი შეხვდება მოსკოვის ტორპედოს. გადაცემა მოაწყო საქართველოს